გორის მედია ცენტრში დისკუსია გაიმართა, სადაც მომხსენებლებმა ქვეყანაში განვითარებული პროცესები მიმოიხილეს და ამ ფონზე მედიის საქმიანობის მნიშვნელობაზე ისჩელეს. თავდაპირველად ნეოტივის წარმომადგენლებმა საკუთარი ვებგვერდი გააცნეს მოწვეულ სტუმრებს, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის შესახებ პერიოდულად კვლევები ქვეყნდება. კანონის უზენაესობის პატივისცემა იმითოა დემოკრატიულ საზოგადოებებში, რომ იმ კანონს უნდა დაემორჩილოს ძლიერიც და სუსტია. კანონი არის მთავარი და სუსტი და ძლიერი შეთანხმდა, რომ მოდი ყველანი ამ კანონს მემორჩილდება. მოწვეული ყავდა აქტიური საზოგადოება ამ რეგიონში და მათი დაინტერესებაც და მათი შეკითხვებიც ეხებოდა იმას, თუ როგორ შეგვიძლია ამ პირობებში საქმიანობა გავაგრძელოთ, რა როლი აქვს მოქალაქეს იმისთვის, რომ რაღაცა ხარისხით მაინც შევინარჩუნოთ ამ ქვეყანაში დემოკრატია, ვის რა როლი გვაქვს ამ სიტუაციაში და ზოგადად როგორ უნდა ვიმოქმედოთ შემზღუდავი კანონების პირობებში და რაში არის გამოსავალი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ საზოგადოებას ავუხსნათ, თუ რატომ არის დემოკრატია საჭირო, რატომ არის ადამიანების უფლებების დაცვის მხარდაჭერა აუცილებელი. ჟურნალისტებთან ერთად დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს უფლებადამცველებმა, იურისტებმა, სტუდენტებმა, რიგითმა მოქალაქეებმა, რომლებმაც განსაკუთრებული ყურადღება არსებულ ვითარებაში მოქალაქის როლზე გაამახვილეს მათი განმარტებით სიტუაციის გასაუმჯობესებლად და დემოკრატიის ხარისხის გადასარჩენად სწორედ მოსახლეობის აქტიურობაა საჭირო. ჩვენ უკვე 160 დღეა, რაც უწყვეტად ვდგავართ გორში და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იმისა, რომ ჩვენ დავანახოთ საზოგადოებას, რომ ჩვენ არ ვჩერდებით. დღესდღეობით ჩვენი ქვეყანა არის საკმაოდ რთულ და გამოუვალ მდგომარეობაში, ასე ვიტყოდი, და შესაბამისად თვითოულ ადამიანს აქვს თავისი მნიშვნელოვანი როლი იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად იქნეს ამ ჩიხიდან ჩვენი ქვეყანა გამოყვანილი. ყველა მოქალაქემ უნდა გაიაზროს, ყველა მოქალაქისთვის მნიშვნელოვანი უნდა გახდეს ის მიმდინარე სიტუაცია, რაც დღესდღეობით ხდება და ამიტომ მნიშვნელოვანი არის პირველი ვებრძოლოთ დეზინფორმაციას, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივიტანოთ ხალხთან, იმისთვის რომ უფრო უკეთესად მოხდეს არსებული სიტუაციის შესახებ აღქმა. მოუკიდებლობის მოპოვების 30-35 წლის განმავლობაში საქართველოს ასეთი მძიმე მდგომარეობა და ასეთი გამოწვევები არასდროს არ ქონია, როგორიც ახლა აქვს და ეს გამოწვეულია ხელისუფლების მხრიდან გადაწყვეტილების გამო, რომლის ფარგლებშიც ხელისუფლება აპირებს, რომ საქართველოს საბოლოოდ გახადოს ავტორიტარული, ჩაკეტილი ცივილიზაციას მოწყვეტილი საზოგადოება და ამისთვის ის იყენებს ყველა მის ხელთ არსებულ რესურსებს, იქნება ეს სამართლებრივი ბერკეტები თუ სხვადასხვა ძალისმიერი მეთოდები. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პოლარიზაცია და კრიტიკული აზრის მიმართ აგრესია თუ ზეწოლა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის როგორც გამოხატვის თავისუფლებას, ისე დემოკრატიულ განვითარებას. ვერ ვიტყვი, რომ დღეს საზოგადოება ბოლომდე ინფორმირებულია, იმიტომ რომ საზოგადოება გახლეჩი და დაპირისპირებულ საზოგადოებასთან ერთად სამწუხაროდ მედიაშიც დიდი უმრავლესობა ასია, ორ ბანაკად გაყოფილი მედია და აღარ რჩება დრო, აღარ რჩება სივრცე იმისთვის, რომ მიიღოს ხარისხიანი ჟურნალისტიკა, ხარისხიანი პროდუქტი დაინტერესებულმა საზოგადოებამ. მხოლოდ პოლიტიკური კინკლაობების არენად იქცა ქართული მედია. საერთოდ აღარ არის სოციალური თემები, ოკუპაციის პრობლემა საერთოდ აღარ განიხილება. ყველაზე ხშირად რა სიტყვა გვხვდება? Deep State არსებობს თუ არ არსებობს? ხო, გლობალური ომის პარტია არსებობს თუ არ არსებობს? და აი ამის განხილვა მიდის რა მითებისა, ლეგენდებისა და რაღაც გამოგონილი ამბების შესახებ ერთი ყვება, მეორე უარყოფს და ასე შემდეგ. ხო, აღარ რჩება ხო ადგილი რეალური პრობლემების. დისკუსიის მონაწილეთა შეფასებით მსგავსი შეხვედრები დღეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ პირობებში, როდესაც მედიასა და საზოგადოებას შორის ნდობის დონე კლებულობს, კომუნიკაციის ხიდები ირღვევა და მოქალაქეები ხშირად თავს იკავებენ საჯარო დისკუსიებში მონაწილეობისგან. სწორედ ამიტომ ნეოტივის გუნდი აპირებს, რომ მომავალშიც გაგრძელოს მსგავსი ფორმატის დიალოგების ორგანიზება, ღია საუბრების ხელშეწყობა, კრიტიკული აზრის გავრცელება და საზოგადოებასთან დაკარგული კავშირის აღდგენა.